შეერთებული შტატები ირანს შეიჭრება, სამხედრო ჟარგონში ამას ეწოდება ადგილზე ჯარების შეყვანა, ანუ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც გულისხმობს ჯარისკაცების უშუალო მონაწილეობას ტერიტორიაზე. არსებობს მინიშნებები, რომ შეერთებული შტატები ამზადებს შეზღუდულ სახმელეთო ოპერაციებს ჰორმუზის სრუტეში ან სპარსეთის ყურეში მდებარე ზოგიერთ კუნძულზე. მიზანია ირანის ენერგორესურსების ექსპორტზე დართვით მისი ეკონომიკის დახრჯობა. აუხსნათ რა ხდება. ორჯერ დონალდ ტრამპმა გადადო ირანის ენერგოსისტემაზე თავდასხმა. 10 დღით გაახანგრძლივა ვადა, რომელიც ირანს მიეცა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და საბოლოო ვადად 6 აპრილი დააწესა. ოფიციალურად ტრამპი ამბობს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებს ელოდება, თუმცა ირანი უარყოფს, რომ ასეთი რამ ხდება. დონალდ ტრამპის ნამდვილი განზრახვა შეიძლება იყოს დროის მოგება, რათა რეგიონში დამატებითი ძალები განათავსოს. CNN და Associated Press იუწყებიან, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება 2 ბატალიონი განათავსოს ადგილზე. ეს ნიშნავს დაახლოებით 1000-დან 2000 ჯარისკაცს, სწრაფი რეაგირების ძალების 82 დივიზიიდან. ეს არის ისეთი დანაყოფი, რომლის მიზანია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 24 საათზე ნაკლებ დროში განთავსდეს. ამ ოპერაციის მხარდასაჭერად შეიძლება გაიგზავნოს USS ტრიპოლი. ამ ხომალდი ამჟამად მდებარეობს დიეგო გარსიას ბაზაზე, რაც ვიცით სატელიტური სურათების წყალობით. ხომალდს შეუძლია დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითი გადაიყვანოს. გარდა ამისა, არიან სხვა დამხმარე ხომალდებიც, რაც საერთო ჯამში 7000 კაცს შეადგენს, მათ შორის ადრე ნახსენები ძალებიც. მაგრამ რას აპირებენ ისინი? ორი შესაძლებლობა არსებობს. პირველი ვარიანტია 3 პატარა კუნძულის დაკავება, ჰორმუზის სრუტეში მდებარე აბუ-მასა, ლესერ-ტამბი და გრიტერ-ტამბი, რათა უფრო ახლო ზეწოლა მოახდინონ და თავად სრუტე კონტროლქვეშ მოაქციონ. სხვა შესაძლებლობაა კარგის კუნძულის დაკავება, რომელიც სპარსეთის ყურეში მდებარეობს. კუნძული უკვე დაექვემდებარა წინა დღეებში დაბომბვებს, რომლებიც სამხედრო ობიექტებს შეეხო, მაგრამ არა ენერგეტიკულ და ნავთობის ობიექტებს. რადგან კუნძული ირანისთვის ნავთობისთვის უმნიშვნელოვანესი ტერმინალია, საიდანაც გადის დაახლოებით 90% წარმოების, რათა შემდეგ ექსპორტზე გავიდეს. კარდის სამხედრო ოკუპაცია ირანის მიმართ იძულებითი ბერკეტი იქნებოდა, რადგან ქვეყანა დამოკიდებულია მის ექსპორტზე. ირანმა დაკარგა შეტევითი შესაძლებლობა, მაგრამ მას მაინც შეუძლია გააგრძელოს რაკეტებისა და დრონების გაშვება, რათა საკმარისი ზეწოლა მოახდინოს მოწინააღმდეგეებზე. რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებზე დარქმამ შეიძლება იგივე რეაქცია გამოიწვიოს, რის შედეგადაც ირანი კონცენტრირდება სპარსეთის ყურის მონარქიების ანალოგიურ სტრუქტურებზე, რომლებიც ასევე დამოკიდებულნი არიან ენერგორესურსების ექსპორტზე. მას შემდეგ, რაც რესურსების მწარმოებელ ინფრასტრუქტურებსა და გამანთქნარებელ დანადგარებს დაარტყამენ, ამ ქვეყნებს თითქმის მთლიანად ეკარდებათ ეკონომიკური შემოსავლის წყარო და შიდა მოხმარებისთვის წყლის წარმოების დიდი ნაწილი. საერთოდ, შეერთებული შტატები ამ კუნძულების ის ოკუპაციას იმისთვის ცდილობს, რომ ირანი აიძულოს მოლაპარაკებებში თავისი პოზიციების შერბილებაზე წავიდეს. მაგრამ ამ ნაბიჯმა შესაძლოა თავის მხრივ კონფლიქტის გამწვავება გამოიწვიოს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? როგორც ყოველთვის, დამატებით ინფორმაციას კომენტარებში ან აღწერაში ნახავთ.